BBC სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეს ჩაიშალა. მთელი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთი უყუშებს დასვიდა ბუმბულები. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. კიდევ ერთხელ სკანდალი უკვე ჩაშლილია. BBC-ს მიერ სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალის საფნის ბუშტივით გასაგებია. Ამ განცხადებების ავტორს ალბათ ხელში მინიმუმ ქიმიური ექსპერტიზის პასუხი მაინც უნდა ეჭიროს. თანაც ისეთი წყალში გარეული საშიში ნივთიერებით მოქალაქეების დარბევას რომ გაამართლებდა, თუმცა ისე რომ არათუ გამოძიება, არამედ ეს ექსპერტიზაც კი არ დაუსრულებიათ, თუ ის საერთოდ მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე სკანდალს უკვე ამოწურულად აცხადებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, იყენებდა კონკრეტულ გამხსნელს, კონკრეტულ ნივთიერებას, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ-ერთი არ ვიცი, შეიძლება თქვენი პარტიის კონკრეტულ ლიდერებს, მაგალითად ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა, თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა. ვახტანგ გომალაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ექსპერიმენტებს ატარებდით ჩარშან ადამიანებზე, თუ არ იცოდით, რატომ შეაზავეთ წყალში ეს ნივთიერებები? ამ შეკითხვაზე პასუხი აღარ მიგვიღია. არადა ასეც გამოდის. ანუ თუნდაც ის დავიჯეროთ, რასაც კობახიძე ამბობს, რომ შარშან წყლის ჭაუში გარეული ნივთიერება ვანო მერაბიშვილმა შეიძინა. მისი გამოყენება ოცნების პასუხისმგებლობად რჩება. პირველ რიგში კი ვახტანგ გომელაურის, რომელიც სუსში გამოკითხვაზე მხოლოდ ახლა, ანუ გამოძიების დაწყებიდან მეხუთე დღეს დაიბარეს. უწყების პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოკითხვის დასრულების შემდეგ აგვიმხილა, თუმცა ამის ამსახველი მასალა არ არსებობს. ასე მოიქცნენ ზვიად ხარაზიშვილის შემთხვევაშიც, რომელიც აქციების სასტიკად და შესაძლოა ქიმიური იარაღით დაშლას სპეცრაზმის უფროსის რანგში ხელმძღვანელობდა. ესე იგი ხდება რა? ხდება დაშლა აქციის, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იყო, გამოყენებულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონვენციური საშუალებები და ახლა მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-м გადაუმოწმებლად ნებსი თუ უნებლიეთ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ თურმე უნდა დავჯდე და მე რაღაცა კონკრეტული ინფორმაციები უნდა ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარია, აბსოლუტურად მტკნარი ტყუილია. მაშინ საერთოდ რა საჭიროა გამოძიება? საყურადღებოა, რომ ოცნების მესიჯბოქსი სულ რაღაც 2 დღეში შეიცვალა. ჯერ კიდევ 4 შაბათს, როცა საგანგებო ბრიფინგი გამართა, კობახიძემ თავად დაუშვა, რომ შესაძლოა რეჟიმს მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოეყენებინა და თქვა, რომ გამოძიებას სწორედ ეს უნდა დაედგინა. თუმცა თუ საქმეს ხელს პოლიტიკური ნება არ უშლის, პასუხი უკვე უნდა გვქონდეს. ეს კადრები 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. აქ ის სისტემაა ასახული, რომელიც უწყებას ევროკავშირმა გადასცა. ამ სისტემით კი სწორედ ნივთიერებების ამოცნობაა შესაძლებელი და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო. სახელმწიფოს აქვს სისტემა ევროკავშირის დამსახურებით, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია დაადგინოს ნივთიერება და ნივთიერების ზუსტი შემადგენლობა. რატომ არ ვიცით დღეების შემდეგაც მაშინ პასუხი კითხვაზე რა ნივთიერება გამოიყენეს? გამოძიება სუსია წარმოებს. ამას გეუბნები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხომ იცის რაც გამოიყენა. ამას არ უნდა თქვა, მაგრამ გუშინაც თქვენ განმარტებად მოისმინეთ, რომ გითხრან რომ ესად ეს იქნა გამოყენებული ენდობით, არ ენდობით. მე მენდობი გამოძიებას და დაველოდოთ. სპეციალისტების განმარტებით რა ნივთიერებაც უნდა გამოგეყენებინათ? გამხსნელი სითხესთან მისი შერევით და შემდეგ წყლის ჭაუში გარევით. ის უკვე არის ქიმიური იარაღი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მოქალაქეების გამოდის რომ ექსპერიმენტი ჩაატარეთ. ქიმიის ნუ გეშინიათ, წყალიც ქიმიურია და ქიმიური შემადგენლობა ყველაფერს. რამდენიმე საათში გამორიცხეთ კამიტის გამოყენება გამოძიების დაწყებიდან. გონივრული ვადა რა არის მის დასადგენად გავიგოთ აბა რა ნივთიერება გამოიყენეთ? 1 წუთი. 1 წუთი არის გონივრული ვარდა. დიდი ხნის წინ გავიდა მაშინ ესვა და თუ ეს ასეა ბატონო გურა. გავიდა და მაშინ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. BBC-სთან პროპაგანდისტული დაპირისპირების მეხუთე დღეს ქართულ ოცნებას ახალი დამხმარეების გამოუჩნდნენ და რაც უნდა გასაკვირი იყოს, სამედიცინო სფეროდანაც. პარტიის მხარდამჭერი ექიმები აღმოჩნდა, რომ დღეს პოლიტიკური თანამოაზრეების მიმართ გაცილებით სოლიდარული არიან, ვიდრე პაციენტების, რომლების დარბევის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ ყვებიან, ან თუნდაც საკუთარი კოლეგების, რომლებიც სისტემის სამიზნედ იქცნენ. მათ შესახებ დღეს სიტყვების დონეზეც კი არ განსხვავდებოდა ექიმ ლევან რატიანის და ოცნების პრემიერის განცხადებები.
ამდენი წელია მედიცინაში ვარ, არაერთი სტატია წამიკითხავს და არაერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. მამაშვილი ჩახუნაშვილების სამეცნიერო სტატია თორმე იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა BBC როცა ეყნობა ზოგადად მამაშვილ ჩახუნაშვილებს დოკუმენტს ეყრდნობა. ძალიან კარგად რომელიც დაადასტურათ. მამაშვილ ჩახუნაშვილებს როცა ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობას მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში, ხო? როდის და რას დაადგენს ქართული ოცნების გამოძიება? პარტიაში, რომელმაც კამიტის გამოყენება გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში გამორიცხა, კვლევის დასრულების გონივრულ ვადას ვერ ასახელებენ. ამ ფონზე ერთადერთ გამოსავალად საერთაშორისო გამოძიება და საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლა რჩება.